ბიოგრაფი ლივინგის პროექტი ლიბრეტო ვაკეში ფალიაშვილის ქუჩაზე შენდება. ვაკე ძველი ვერის გაგრძელებაზე გაშენებული უბანია, რომლის სახელწოდებაც მე-19 საუკუნიდან მოდის და სწორ ბრტყელ ადგილს აღნიშნავს. ამ ტერიტორიის ათვისება თავდაპირველად თბილისის სასულიერო სემინარიის წარმომადგენლებისთვის სახლების ასაშენებლად დაიწყეს. ვაკის, როგორც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და პრესტიჟულ უბნად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის მშენებლობას. მისი დაარსებიდან მალევე 1907 წელს ვაკე დედაქალაქს შემოუერთდა. მოგვიანებით კი შენობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთდა. ვაკის ინტენსიური განაშენიანება მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში ჩნდება თბილისის რუკაზე ფალიაშვილის ქუჩაც, რომელიც თავდაპირველად ვაკის გამზირის სახელწოდებით იყო ცნობილი. 30-იან წლებში კი მას დიდი ქართველი კომპოზიტორის სახელი მიენიჭა, რომელიც თურმე ამ უბნის დასაწყისში ვერა ვაკის გზაგასაყარზე ცხოვრობდა. ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება ეროვნული კულტურის მონაპოვარია. მან შექმნა ქართული ოპერის სამი განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია აბესალომ და ეთერი, ლირიკულ-დრამატული დაისი და გმირულ-პატრიოტული ლატავრა. ფალიაშვილის შემოქმედებას იმდროინდელ თბილისში ხშირად მოკრავდით ყურს, მათ შორის ვაკის სკვერებში და პარკებში. მათგან ერთ-ერთი უძველესი გახლავთ მრგვალი ბაღი, რომელიც ასლიან ისტორიას ინახავს. უბნის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა ვაკის პარკი. მისი მთავარი არქიტექტურული კომპლექსი დიდების მემორიალი გამარჯვების ნიშნად შეიქმნა და აერთიანებს შადრევნების კასკადს, უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ქალის ფიგურას. ქალაქისთვის განსაკუთრებულ სივრცეს წარმოადგენს მზიურის პარკი, რომლის შექმნის იდეა ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის. 1975 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. მწერლის ოცნება 1982 წელს ახდა. სასეირნო ბილიკები, სიმწვანეში ჩაფლული ტბა და საყვარელი პერსონაჟების ფიგურები მართლაც ზღაპრულ სამყაროს მოგვაგონებს. ვაკის ისტორიითა და ფალიაშვილის შემოქმედებით შთაგონებულებმა შევქმნით პროექტი ლიბრეტო, რომელიც საოპერო ნაწარმოების ტექსტს ნიშნავს. პროექტის ვიზუალურ იდენტობაში კი შემდეგი ელემენტები გავაცოცხლეთ: არფა, ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედების სიმბოლო; ნოტები, კიდევ ერთი სიმბოლო, რომელიც კომპოზიტორს უკავშირდება და ვაკის პარკში მდებარე ქანდაკების დიდების მემორიალის ფრაგმენტი. ის, რაც გვახსოვს, ჩვენთან ერთად ცოცხლობს. ბიოგრაფი ლივინგის თითოეული პროექტის კონცეფცია კავშირშია ადგილის იდენტობასთან.